მორიგი მკვლელობა ვაკეში რამდენიმე წუთის წინ ყიფშიძის ქუჩაზე მოქალაქეს ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გაუხსნეს. დაჭრილი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევის ადგილიდან პირდაპირ ეთერში მარიამ ცარელაშვილი გვერდება. მარიამ, საინტერესოა, დაკავებულია თუ არა თავდასხმელი და რა გახდა სროლის მიზეზი თუ არის შენთვის ცნობილი? ვასილ, ჩვენი ინფორმაციით, რომელიც ჩვენ გადავამოწმეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით დამნაშავე დაკავებული არ არის. რაც შეეხება თავად მიზეზებთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია სროლა და ასევე რამ გამოიწვია პროფილაქტიკის ხელოსნის სიკვდილი, ჯერჯერობით უცნობია, ვერსიებზე არ საუბრობენ. ერთადერთი ვერსია, რომელიც გავრცელდა, იყო ის, რომ პროფილაქტიკის ხელოსანმა კლიენტს უთხრა, რომ არ ეცალა და სთხოვა, რომ რიგში ჩამდგარიყო და სწორედ ამ დროს კლიენტმა მოხდა ურთიერთშელაპარაკება და კლიენტმა ცეცხლი გაუხსნა პროფილაქტიკის ხელოსანს, თუმცა ეს არის დაუდასტურებელი ვერსია. აქ პროფილაქტიკის თანამშრომლები მომხდარზე არ საუბრობენ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სწორედ ყიფშიძის ქუჩაზე. აქ პოლიციას აქვს პოლიციის ლენტებით შემოსაზღვრული ტერიტორია, აქ აღარ უშვებენ მედიის წარმომადგენლებს. ჩვენ მხოლოდ ჩავწერეთ ამ პროფილაქტიკის ერთ-ერთი კლიენტი, რომელიც მანქანის წამოსაყვანად იყო მოსული. მან თქვა, რომ მხოლოდ ის გაიგო, რომ იყო სროლა და იყო დაჭრილი ერთ-ერთი ხელოსანი. მოვისმინოთ ის კომენტარები, რომელიც ჩვენ ცოტა ხნის წინ სწორედ აქ ჩავწერეთ. დაშავებულები თუ არიან? ლენტეს იქით მიბრძანდით რა, თუ შეიძლება. თუ არიან დაჭრილები? განასვალი არ შეიძლება აქ გადმოს. და რომ მოვიდეს სიტუაციიდან ხდა. რა სიტუაცია დახვდათ? პატრული იყო რა. რა მოხდა რა გითხეს? და სროლა იყო და ბიჭი დაჭრეს. ვინ დაჭრეს? ამ რა მიზეზით? ეგ არ ვიცი, რა შელაპარაკების მიზნით მე მგონი. პროფილაქტიკის თანამშრომელი არის დაჭრილი თუმცა. მე მგონი ხელოსანია. მე მგონი ავტომატური ცეცხლსროლი იარაღი იყო და ახლა კალაშნიკოვი იყო თუ რა იყო არის თუ არა დაკავებული, პოლიციამ დააკავეს. არა. რაც შეეხება დაჭრილ ხელოსანს, ის გადაიყვანეს აქვე ვაკეში მდებარე საავადმყოფოში, მას უტარდებოდა ოპერაცია, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა რეანიმაციულ განყოფილებაში ვერ შეძლეს. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ექიმის კომენტარი, რომელიც აცხადებს, რომ ხელოსანი, რომლის ვინაობა ჩვენთვის უცნობია, გარდაიცვალა ჭრილობით, რომელიც მას გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. ცეცხლსროლი შემოიყვანეს პაციენტს ცეცხლსროლი ჭრილობით გულმკერდის არეში. გამავალი იყო მარჯვენა მხრიდან ჭრილობა, გამჭოლი ჭრილობა იყო, აყვანილი იქნა საოპერაციოში და პაციენტი გარდაიცვალა რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად. პაციენტი გარდაიცვალა საოპერაციაში. ჩვენ ვესაუბრეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, ჯერჯერობით უწყება კომენტარს არ აკეთებს. ისინი მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომ მოხდა შელაპარაკება ხელოსანს და კლიენტს შორის. ჯერჯერობით უცნობია თუ რა მუხლით არის აღზრული საქმე. როგორც გითხარით, აქ მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მადლობა მარიამ ცარელაშვილი გვერდებოდა ყიფშიძის ქუჩიდან პირდაპირ ეთერში. შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ავტომატური ცეცხლსროლი იარაღიდან ვაკეში მამაკაცი მოკლეს.